საქართველოს დამოუკიდებლობის 100-მერვე წლისთავი, სამხედრო ფიცი, აღლომი, ორკესტრი და ორკესტრირებული საზეიმო ღონისძიებები. ეს კი დამოუკიდებლობის დღეს ნაცკლასტერის პროტესტია. რას აპროტესტებს? ხალხის მიერ ჩამორთმეულ ძალაუფლებას. არ ესმის, რატომ ირჩევს ის მთავრობას, რომელიც ეროვნულ ღირებულებებზე დგას, რომელსაც ქართლის გაქრისტიანების 1000-მეშვიდასე წლისთავს ეკლესია გვერდში უდგას. დღეს ავიხილეთ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ სამღვდელოებისა და მთავრობის რაღაცა ერთობლივი შემადგენლობით. ამიტომ დადგა ამ ხელისუფლების შეცვლის დრო. რაღაცნაირად აი ორი საქართველოს სურათი დღეს ხო? ერთი რომელიც ქვეყანას აბსოლუტურად არასწორი გზით მიაქანებს თავისი პოლიტიკით და ცდილობს რომ ეს მოგვახიოს თავს როგორც კარგი და ნორმა და ასე შემდეგ. ზუსტად ისე როგორც ბრიუსელი ყოფს საქართველოს ორად. თავის ნაწილს მილიონებს უხდის, რომ დანარჩენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება დაამხოს და ქვეყნის მართვის პულტი ბრიუსელს გადასცეს. ქართველი ხალხის არჩევანს ევროკრატია არ ცნობს. ქართველი ხალხი მისთვის ნაცკლასტერია. The European Parliament stands in solidarity with the people of Georgia. ჩვენ საქართველოს ხალხის სოლიდარულნი ვართ, მათ ვინც საპროტესტო აქციაზე ქუჩაში დგას. საქართველოს ხალხო, ჩვენ გხედავთ, გვესმის თქვენი და თქვენს გვერდით ვართ. ეს შარშან იყო, მეცოლას ხალხი, ანუ ნაცკლასტერი, მაშინ რამდენიმე ათეულ ათასს ითვლიდა. თუმცა რაც პროპაგანდა გაუცდათ, დღეს რამდენიმე ათასზე ჩამოვიდა. საქართველოს ხალხო, მტკიცეთ დადექი და იბრძოლე ევროპისთვის, თქვენი იმედი გვაქვს. We should definitely engage more with the Georgian people. უნდა გავაძლიეროთ ქართველ ხალხთან ურთიერთობა, ხოლო ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები გავზარდოთ. Is there an ქართულ ხალხში კალასით ცხადია ნაცკლასტერს გულისხმობს, რომლის სტრუქტურას მისი პრეს-მდივანი დეტალურად ხსნის. ჩვენ ვდგავართ მედიის, სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის გვერდით, რომლებიც ევროპის ეგიდით იბრძვიან, ანუ ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. ანუ ვინც ჩამოვთვალე, ეს არის ჩვენთვის ქართველი ხალხიო. ამ ფაშისტურ პოლიტიკას პოლიტიკოსთა ნაწილი ევროპაშიც ემიჯნება, თუმცა მათი ხმა ჯერ სუსტია. ამ დროს ისინი სამთავრობო შენობებს ესხმიან თავს და თქვენ გსურთ, რომ ეს თავისუფლების გამოხატულებად ჩაითვალოს. ეს მიუღებელია, მათ არ სჭირდებათ რეჟიმის შეცვლა, მათ პატივისცემა სჭირდებათ, ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა. ევროკავშირი უარზეა, ცნობს ქართველი ხალხის არჩევანი. ცდილობს აჯანყება დაუდგას ლეგიტიმურ ხელისუფლებას. თქვენ ბიძგს აძლევთ ქუჩის პროტესტს. ცდილობთ უმართავი გახადოთ პროცესები. ცდილობთ მიიტაცოთ საქართველოს სუვერენიტეტი. ნახეთ ჩვენ სხვისი ქვეყნის დროშების ფრიალი გუშინ ამ აქციაზე, ნახეთ მათი მოწოდებები რომ სხვას დაენახონ და ვიღაცამ ფოტო ნახოს და უცხოეთიდან და შეაქოთ. აი ეს არის სინამდვილეში ნაცობა როგორც იდეოლოგია. ათასობით NGO-ს, ნაცოპოზიციასა და ნაცმედიას ამისთვის დიდ ძალფულს უხდიან და ცხადია შედეგსაც ელიან. ერთი შედეგი ქუჩის აქციები და არეულობაა. შესაბამისად, მეტი თავი რუსთაველზე დაფინანსების მეტი შანსია და ნაცკლასტერი ამას აღარც მალავს. ერთმანეთსაც უნდა დავენახოთ და ყველამ უნდა გნახოს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ეს მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია რაოდენობა ძალიან. გამოგვიცხადეთ დობა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში გამარჯვება მოუტანოთ მთლიანად საქართველოს. გამარჯვება კი, რომელიც ბრიუსელს საქართველოში სჭირდება, უკრაინიზაციაა, ყველა თანმდევი შედეგით და ამას არც მალავს. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ქართველი ხალხისთვის, რომ დაამარცხოს ხელისუფლება? ფიქრობ, ქართველებისთვის კიევის მაიდანის რევოლუცია უნდა ვიქონიოთ მხედველობაში.
მეხუთე წელია რუსთაველის მაიდანიზაციას ამაოდ ცდილობენ. 5 მარცხის შემდეგ კი დამდგმელ რეჟისორად იგორ ბლაჟევიჩს გზავნიან. თავი მან 2 წლის წინ ბირმაში გამოიჩინა. Spring Revolution is again on the crossroad. აქამდეც იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც რევოლუციის გზაჯვარედინზე ვიყავით, მაგრამ მოვლენები სხვა გზით წავიდა. საჭიროა გავაღვიძოთ რევოლუციური მუხტი და აუცილებლად დავამხობთ ბირმის მმართველობას. როგორ გავაღვიძოთ ეს მუხტი? ბლაჟევიჩს პასუხი ამაზეც აქვს. Question when they will თავარი მაინც მკაფიო ლიდერია. რევოლუციას თავისი ბელადი სჭირდება. იმავე სასწავლის ის ნაცკლასტერს გადატრიალების მორიგი მცდელობის წინ. ბლაჟევიჩი აქციამდე 2 თვით ადრე გამოჩნდა საქართველოში. იგორ ბლაჟევიჩის ტრენინგები გრძელდება. ქრონიკის ინფორმაციით, პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელმა ტრენინგები ჩაუტარან მოძრაობა წერტილის, მოძრაობა ფარისა და მომავლის აკადემიის წარმომადგენლებს. არ გეცნოთ სახელები, იმიტომ რომ შეიცვალეს, თორემ კარგად ნაცნობი ფრანკლინის კლუბი და მისი ანასხლეტი NGO-ებია. გადატრიალებას აქამდე მათ სერბული კანვასი ასწავლიდა. თუმცა რაც ის უშიშროებამ გაშიფრა, ჩანაცვლება საჭირო გახდა. გიორგი ეკალაძე, representative of გიორგი ეკალაძე გვერდდება საქართველოდან, რომელიც იქ პრორუსულ მთავრობას კარგად წიხლავს. დეკემბერში ველოდებოდით პასუხს, მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს. თუ მივიღებთ, ვიტყვით რომ ჩვენი დამსახურებაა, ხოლო თუ არ მივიღებთ, მთავრობას დაბრალდება და დიდ აქციას, უპრეცედენტო ამბებს მოვაწყობთ. Thank you Georgi for this amazing thing. გმადლობ გიორგი, ეს ყველაფერი საოცარია, თუმცა დამატებითი ფრონტის გახსნაც დაგჭირდება. პაპოვიჩი დღეს ასევე სერბმა ბლაჟევიჩმა ჩაანაცვლა. ეკალაძე კი წერტილად იქცა. ამ ინტერვალში უფრო წონიანი ფიგურაც იყო პიტერ აკერმანი, თუმცა ნაცმოძრაობის უნიჭობას ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა. ყოველ ჯერზე მათთვის ჩამოყავთ კონკრეტული ექსპერტები, რომლებიც გეგმავენ კონკრეტულ სცენარებს, თუმცა ყოველ ჯერზე თქვენ ხედავთ, რომ მათი ეს ყველა სცენარი ჩავარდა, იყო ხან აკერმანი, ხან ვიღაც სხვა, ახლა არის ბლაჟევიჩი, ასეც და ისეც ამ ადამიანებს არ აქვს წარმოდების რესურსი. როგორც ის იყო აკერმანის შემთხვევაში, ახლა ბლაჟევიჩი და სხვები. თავარი პრობლემა არის ის, რომ ეს ყველაფერი ხდება ევროკავშირის ტერიტორიიდან. ევროკავშირის ტერიტორია დღეს იქცა სხვა ქვეყნების სუვერენიტეტზე თავდასხმის წყაროთ. ამჯერადაც ყველაფერი გაიშიფრა. სერბულ ჩეხურმა ლიბრეტომ ქართულ მედიაში 24 მაისს უკვე გაჟონა და 26-ში ნაცკლასტერს სწორედ ამ აგენტურულ პარტიტურაზე მოუწია სიმღერა. ბუნებრივია, ყალბი და სასაცილო გამოუვიდა იმის მიუხედავად, რომ ბურჭულაძე სხვა მომღერლით ჩაანაცვლა. ნიჭიერის წამყვანი ასეთ უნიჭობას აშკარად არ ელოდა და აქცია რომ არა პასუხსაც გასცემდა. არის ლილოს ბაზრობაზე ხშირად რომ ჟღერს ისეთი სიმღერა. საკმარისია კონკურსანტების ასეთი დამცირება, კაპიშონი ბოდიში. ამიტომ ამის შემდეგ აქცია ფონოგრამაზე გადავიდა. თუმცა ფონოგრამამ ასევე უმტყონა. სჯობდა ისევ გუნდს ემღერა, რითაც დაიწყო ჩეხურ-სერბული აქცია. სამშობლოა ჩემი ხატიო იძახის, თუმცა სააკაშვილის ხატებს კი უმღეროდნენ. თავს ზევით, წელსქვევით, მაისურებზე თუ დროშებზე ყველგან მიშა ჰყავდათ და მიშა იყო ჩამოტარებითაც. რევოლუციის ბელადის როლზე ბლაჟევიჩმა ჩანს ის დაამტკიცა და მანაც შეიფერა. რაოდენობრივ ტესტს ჩაბარებულად აცხადებენ, თუმცა უკმაყოფილოა ალიანსის წევრი ნაციონალური მოძრაობის პატიმრობაში მყოფი ლიდერი, კედლების განგრევა რევოლუციური მანქანით და მაღალი სიჩქარით. ასეთია ექს-პრეზიდენტის გზავნილი, რომელმაც თანაგუნდელებს დასაწყისშივე უთხრა, რომ ქართული გზა რევოლუციაზე გადის. და ესეც რევოლუციური მანქანა, რომელსაც მაღალი სიჩქარით კედლები უნდა გაენგრია. თითქოს მართლა რამეს გაანგრევდა 0-7 ძრავიანი სუზუკი. მის დანახვაზე ნაცკლასტერმა გამარჯვების ყიჟინა დასცხა. თუმცა 100 მეტრში ყიჟინა ტუჩებზე შეახმათ. რევოლუციური მანქანა სიჩქარის აკრეფამდეც ისე დააკავეს, რომ კედლამდე ვერც მიაღწია. როგორც გაირკვა, ბელადივით განუბაჟებელი ყოფილა. ბოდიში რა შეუგნებით, სად უნდა წავიდეს?
აკვაჩერებ ხომ? გაირკვა, რომ ნაც კლასტერს განაცხადი 5 დღის დაგვიანებით ჰქონდა შეტანილი და მანქანაც ამ მიზეზით შეაჩერეს, თუმცა ბოლოს მაინც გაუშვეს. ნაც მედიაც კივილით შეახდა. რევოლუცია მოდისო. ხუინია რომ დავაგვიანეთ, 10 დღის ვადა ესე და ეხლა მანამდე შეტანილზე როცა დაგვწეს ვადა ხარვეზის შევსებაზე მე შევიტანეთ, მაგრამ ეხლა ამ რაღაცა ლეგალისტური კამათებში არ შევალ. კამათებში არ შევალთო, თუმცა ყველაფერი საკამათო გახადეს. მათ შორის რამდენი აკაცუკი შემორჩა ქუჩას. გვარამიამ 50,000 პირველივე დაძახებაზეო და მაშინ ჩვენც მაგდენი დავინახითო. ნაც ოპოზიციამ და ნაც მედიამ. აქ ტექნიკით რომ მოვიდეთ ყველანი ერთად 50,000 ადამიანი და მე ეხლა ყველას ვთხოვ რომ მოვიდეს. რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო ყველაფერი გამოგვიო. მე რასაკეთებენ, მაინტერესებს, აი რა უნდა გითხრა. როგორც ჩვენ მაქვს ინფორმაცია, სადღაც 50,000-მდე საქართველოს მოქალაქე იყო შეკრებილი თბილისის ქუჩებში. ხოლო თავად აკაცუკებმა რა 50,000 მინიმუმ 2-ზე გაამრავლეთო. 100,000 და მეტი ადამიანი დაინახოს დასავლეთმა, რომ უფრო აქტიურად მიაწვეს ამ ისედაც უკვე დეგრადირებულ და შეყაყალებულ ქოძბანდას. ჩვენ გავლილი გვაქვს ტესტი გამძლეობაზე, წელიწად ნახევარია უკვე გრძელდება უფრო მეტი პროტესტი და ეხლა გვჭირდება რაოდენობა კვლავ. რატომ გახდა რაოდენობა კვლავ ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ნაც კლასტერს ახალი პატრონის შოვნის იმედი მიეცა. ტრამპს ბრიუსელთან ღია კონფლიქტი აქვს და შუა დერეფანიც აინტერესებს. ამიტომ ნაც მარიონეტები ისევ პოდიუმზე დგებიან, რომ თავი მოაწონონ და შეასახონ, თორემ აქამდე ტრამპს სულ აძაგებდნენ. მათ აწყობთ აქ თავისი გამოზრდილი მარიონეტების დაბრუნება და მათ აწყობთ საქართველოს კვლავ თავისი გავლენების და ზეწოლის ობიექტად აქციონ. თუმცა გაცვეთილი მარიონეტების შანსი იშოვონ ახალი პატრონი მცირეა. სხვისი ნახმარი თოჯინებით, როგორც წესი, ნაკლებად ინტერესდებიან. ნიკა გვარამიას, თამარ ჩერგოლეიშვილს, გიორგი ჭიჭე ვაშაძეს არასოდეს დაუმალავთ, რომ ისინი არიან კომპრადორები, ანუ ისინი არიან ესე თქვათ პატარ-პატარა წვილმანი ვაჭრუკანა სოვდაგრები, რომლებსაც სურთ რომ სხვისი გარე პოლიტიკური ამბიციები და ინსტრუქციები აქ გაატარო. ინდოეთიდან მომავალი სახელმწიფო მდივანი რუბიო იმ დღეს ერევანში 1 საათით გაჩერდა. საწვავი შეივსო და ტრამპის მიერ ნაყიდ ზანგეზურის დერეფანზე ერთ-ორ საბუთსაც ხელი მოაწერა. ნაც კლასტერმა კი შოუდ გამოიყენა. აქედან მაინც უნდა დაგვინახოს ბატონმა რუბიომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თუ ჯერჯერობით მისი აქ ჩამოსვლა ვერ ხერხდება, იმიტომ რომ რეჟიმია. ამას ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერევანში იქნებოდა სახელმწიფო მდივანი და ჩვენ არ გვეყოლებოდა ასეთი სტუმრები. მინდა მივესალმო კვლავ თბილისიდან ერევანში მარკო რუბიოს და მივესალმო თქვენთან ერთად ჩვენი ტელეფონების ანთებით თუ არ დაგეზარებათ, იქნებ ეს გავაკეთოთ შემდეგ გერზე თბილისში. ამას მეტი სირცხვილი რა შეიძლება იყოს? როდესაც პირდაპირ ეთერში უყურებთ ადამიანებს, ჯგუფებს, რომლებიც ჩვეულებრივად თავს სთავაზობენ სხვა ქვეყნებს, რომ იქნებიან მათი ემისრები საქართველოში და სთავაზობენ საქართველოს ლანგრად, რომ დაგვიჭირეთ მხარი, მოგვიყვანეთ ხელისუფლებაში და გავაკეთებთ იმას, რასაც დაგვაქვს. ერევნის აეროპორტ ზვარტნოცში იყო 4:30-დან 5:30-მდე გამართა მოლაპარაკება მის სომეხ კოლეგასთან, მოაწერა ხელი დოკუმენტებს და გაფრინდა და ეს რაღაცა ის იაფასიანი შაპიტო ბალაგანი რომ მოაწყვეს ავანთოთ მობილურები, სადმა დაენახა ეს რუბიოს ატლანტის ოკეანეზე რომ იფრინავდა უკვე. თუმცა პიარში მთავარი ემოციაა და არა დეტალები. და ბლაჟევიჩმაც ფანრების მიზანსცენა სავარაუდოდ ამ გათვლით შეიტანა სცენარში. თუმცა დროში კიდევაც რომ დამთხოვოდა გვარამიას თვითმფრინავიდან, ამაზე მეც ვერაფერს დაინახავდა და არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა გვარამიას შეძახილამდეც თუ გადმოიხედებოდა რუბიო. ზევიდან ნაც კლასტერი უცვლელად ერთნაირი ფორმის იყო. როდესაც გვარამიას, ზურა ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის 100 ადამიანის დასახებულზე 5,000 კაცი გამოდის, ეს ამ ოპოზიციისთვის რა თქმა უნდა წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა ხედავთ, რომ მათ რესურსი პრაქტიკულად არ აქვს.
მათი მოწოდებებინაც ჩანდათ, რომ უნდათ სოციალებში გამოჩენილიყვნენ, სხვებისთვის დაინახათ საკუთარი თავი. ეს რომ ასია, თავადაც იციან. ამიტომ ქუჩის გასავსებად კარდაკაროულიათ. თან სულ მიყრუებულ სოფლებში. რანი ვართ, იქნებ იქ მაინც არ იცოდნენ. დავდივართ აჭარაში, ქუთაისში, იმერეთის სხვადასხვა სოფლებში და ისეთ სოფლებში, რომელიც მიტოვებულია ადამიანებს, რომლებიც არიან გათითო-კაცებულები, თითოეულ სოფელში 1 და 2 კომლი დარჩენილი, მათ არ აქვთ ინფორმაცია რა ხდება ქვეყანაზე. და ამის მიუხედავად რუსთაველი ძლივს გადაკეტეს. სად იყვნენ, ვის კარზე მიაკაკუნეს, თვითონ გაავრცელეს ეს ვიზუალური მასალა, არა, იდგნენ მეტროსადგურებთან და გონია რომ თუ რომელიღაც ნაც ტელეკანალიზაციის სტუდიაში გამოხვედი ხშირად და რაღაცა ყალბი პათეტიკით ილაპარაკე და ამითი მოიგებ დამატებით ამომრჩეველს, ეს ძალიან დიდი შეცდომა არის. NGO-ების დახმარებით რუსთაველი კი გადაკეტეს, თუმცა ძირითადად იმის ხარჯზე, რომ ტროტუარიდან ყველა გზაზე დადგა. ზოგი დაჯდა კიდეც, მეტი ადგილი რომ შეევსო და ზოგი დასაწოლადაც მზად იყო. ვინ უნდა მივიდეს? აი ვინ უნდა მივიდეს მაგათი? მე არ ვიცი. წარმოუდგენელია უბრალოდ. ეგენი ქვეყნის მტრობისმეც არაფერს არ აკეთებენ. აგერ იყო პატრიარქს იყო, აგინებდნენ წინა პატრიარქს, ეხლა ამ პატრიარქზე ლაპარაკობენ. რუსეთის კაცია თვითონ ის ხალხი არიან. თვითონ ვინ არიან? რაოდენობა და მე სოფელი მაქვს მიშხეთში და იმაზე მეტი ნახირდადის ეგრე აყარია. თქვენი ერთ-ერთი მთავარი მტერი არის დრონი. დრონი არის თქვენი ერთ-ერთი დრონია. როგორც მიკროფონი, ასევე დრონია. ხო, ყველა დრონი ერთნაირად იღებს თქვენ და სამწუხაროდ აქედან გამომდინარე, ნუემტერები დრონს. შეურიგდით დრონს, ეს არის ჩემი თხოვნა თქვენს მიმართ. კამერებიც იღებს ახლა. კამერა სხვანაირად იღებს, ამიტომ დრონი მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ კამერა შეუძლია სხვადასხვა რაკურსით გადაიღოს და დრონი იღებს ერთი რაკურსით. კიდევ ერთი რაკურსი, რაც საკამათო გახდა, სააკაშვილის ბანერებისა და დროშების ქვეშ ამაყად მიმავალი მისი მაძაგებლები იყვნენ. მიშას მაისურები არ ეცვათ, მაგრამ მაინც უხერხული იყო. სამედლიანი ვარ, იმიტომ რომ ამდენი რეპრესიის მიუხედავად, ამდენი როგორც შაურად ყოფის დამჭირების მიუხედავად, ეს ხალხი ისევ დგას. დგას და მიშას პორტრეტსაც თავზე ადგამს და ეს არც ეხამუშება, თუმცა წლებია ამტკიცებს ჩვენი გზები გაიყარავ. ვის ატყუებთ, ვის აყრით თვალში ნაცებს, მიშა სააკაშვილი დღეს სამჯერ ჩვენ გვაგინეთ. მიხეილ სააკაშვილის პლაკატებით, მიხეილ სააკაშვილის პროკურორებით, მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების საბჭოს მდივნებით, პროკურორის მოადგილეებით, მინისტრებით, მთელი დიქტატორული რეჟიმი ნაცმოძრაობის გუშინ გამოვიდა ქუჩაში გვარამიას, ბოკერიას, ვაშაძის მიერ ორგანიზებული ღონისძიება. ვეტერანები როგორც წესი გადახდილი ომების გასახსენებლად იკრიბებიან. თუმცა ამ ვეტერანებს ამ კონკრეტულ დღესა და ადგილას რაც ჩაიდინეს იმის გახსენება არ უნდა. 2011 წლის 26 მაისს მე ვერ გიპასუხებ და არ ვიხავი ქვეყანაში საერთოდ ცხოვრობდი სხვა ქვეყანაში. რა 2011 წლის 26 მაისი. აზრზე არ ვარ რა მოხდა. აქ არ ვიყავიო, ამბობს ყოფილი ნაცპროკურორი. თითქოს რომელიმე წინა დარბევაში ნაკლები გმირობა ჰქონდეს გამოჩენილი. 7 ნოემბერს მათ შორის. კარა ტელეკომპანია იმედთან უკვე სპეცრაზმის ძალებია მობილიზებული, ისინი უკვე შემოიჭრნენ ტელეკომპანია იმედში. იმედი არ იყო დისტანცირებული, მიუკერძოებელი, გამშუქებელი იმ მოვლენებისა, რომელიც ხორციელდებოდა ბოლო პერიოდში. აბანაც ტელევიზიები კარგა ხნის დასარბევი ყოფილა. ისინი კი დამოუკიდებლობის დღეს რევოლუციურ მანქანას აჭენებდნენ. ცინიზმი იყო 15 წლის თავზე იმ სისხლიანი დარბევის 26 მაისის, რადოს 4 ადამიანი მოკლეს და ცინიკურად აიტანეს გვამები მეტროსახურავზე. ცინიზმი იყო მაგ დროს იმ სისხლიანი ღამის მთავარი რეჟისორის, სცენარის ავტორის გათავისუფლების მოთხოვნით
აი იმ სურათების და პლაკატების ფრიალი. არავის დავიწყებია ჯერჯერობით, რა მოხდა 2011 წლის 26 მაისს, როდესაც სააკაშვილის ჯალათებმა ეგზეკუცია მოაწყვეს რუსთაველის გამზირზე და ეს შემდეგ მერე მორეცხეს სისხლი და ახლა გონიათ რომ ეს დაავიწყდა ხალხს, არაფერი არ დავიწყებია. ცხედრები შემდეგ განათავსეს როგორც მოიხსენება ჯიხურებზე იმისათვის რომ დენით ადამიანების დაღუპვის იმიტაცია მოეწყოთ. ეს არის მათი სახე და ახლა ბედავდნენ ეს ადამიანები, გაბედეს ამ ადამიანებმა უბრალოდ რომ ამ ადგილას ჩაეტარებინათ იმავე დღეს საპროტესტო აქცია და ეს ბლაჟევიჩის ბრალიც არა. რაც იცოდა და სხვაგან გაუჭრია, ის გააკეთა. თუმცა ნაცკლასტერი უკეთ რომ შეესწავლა, იქნებ არც ჩამოსულიყო. საკუთარ რეპუტაციას გაფრთხილებოდა, რადგან აქციის თარიღს გარდა სხვა მიზანსცენებიც საჭოჭვანო გამოდგა. ვიცი რომ ცოტა დროს აიღებს, მაგრამ ეს აუცილებელია გავაკეთოთ. გავხსნათ Facebook-ი და ავკრიბოთ სამი სიტყვა. საქართველო, აი თქვენთან ერთად მეც ავკრიბავ ახლა. საქართველო იმსახურებს უკეთეს და რა ძალიან უგვეზარება. საქართველო იმსახურებს უკეთეს. მაშინ ასე მეგობრებო, მეორე ფაზა საერთო ეროვნული მობილიზაციის იწყება და თქვენ ნახავთ, რომ გაცილებით მეტი ვიქნებით კიდევ შემდეგ შეკრებაზე. პირველი ფრაზა რომელი იყო, არ უთქვამს. სავარაუდოდ პრეზიდენტის სასახლის აღების მცდელობა, რომელიც ისე სამარცხვინოდ ჩაიფუშა, რომ ვინც იქ იყო 26 მაისის აქციაზე გვარამიეს თვალებში ჩასახედად უფრო მივიდა, ვიდრე ცაში რუბიოსთვის ხელის დასაქმნელად. ხალხამდე ვერ მოდიან და არ ვიცი ახლა რისის ჯერავ და რისის წამთ, მაგათ კიდევ გამარჯვების ამისი ანალიზის გაკეთება მინდა, დავდო რომ ეს დავწმუნდე და მეც დავწყნარდე მინდა. თუ აქციას ბოლომდე უყურა, ცხადია ვერ დაწყნარდებოდა. სხვებს კი დაწყნარება აქციის დაწყებამდე სჭირდებოდათ. ბატონო, რატომ მოვედი და გაბრაზებული ვარ? გაბრაზებული ვარ ძალიან. ამათ ბოგის საზღვარი არ აქვს. ყველაფერი გადალახეს თუ რამე შეიძლებოდა ამ ქვეყანაზე, აბსოლუტურად. ამ განწყობის ფონზე საპროტესტო აქცია პერფორმანსი მალევე დასრულდა. რევოლუციური მანქანაც წაიყვანეს და ხალხიც გაურკვევლობაში დარჩა. სამაგიეროდ დასუფთავების სამსახური იყო კმაყოფილი, რომ ნაგვის გასატანად შუაღამემდეც და არ მოუწია. დაბნეული და ცოტა ნაწყენიც ჩანდა სალომე ზურავიშვილი, რომელსაც ბლაჟევიჩმა როლი არ მისცა და არც გვარამიე სააკაშვილმა ჩაუწყეს საქმე. თუმცა რა იცი რა ხდებას პრინციპით, აქციაზე მაინც მივიდა. სალომე ზურავიშვილი, მაგრამ არა უბრალოდ ხალა, ასე უვნებელი ხალი კი არა. ეს არის რეზიდენტი ხალა. საქართველოს მავნებელი ხალა. ხალა რო არის ეს ფაქტია, მაგრამ დედამული რეზიდენტი. ამჯერად გაუმართლა გვარამიამ მანქანის ძარიდან მხოლოდ ის გადმოსძახა, შენ უკეთეს სიმსახურება. ვიწყებთ კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით. საქართველო იმსახურებს უკეთეს. რამდენად ვინმეზე უკეთესები შეიძლება იყვნენ ეს ადამიანები, ამაზე საზოგადოებას უკვე გამოტანილი აქვს, რა თქმა უნდა, საკუთარი დასკვნები. არასწორად ხედავენ მათი პატრონები საქართველოში არსებულ მდგომარეობას, აქედან გამომდინარე არასწორად ურჩევენ სლოგანებსაც. ბლაჟევიჩს აშკარად უკეთესი სლოგანით შეეძლო მოეფიქრებინა. თუმცა არ არის გამორიცხული, ნაცკლასტერთან ერთთვიანი მუშაობის შემდეგ მათი გამასხარავება გადაეწყვიტა. ისინი რომ ამბობენ, რომ საქართველო უკეთეს იმსახურებს, დიახ, საქართველო იმსახურებს უკეთეს შინაარსიან და აზრზე, გონებაზე მოსულ განათლებულ ოპოზიციას და არა ამ ფუყე ამბიციურ მავნებელ თავთავებს. საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას და არა აი ამ წარსულში ჩარჩენილ ნაცმოძრაობის მაღალჩინოსნებს, რომლებსაც კიდევ ერთხელ ერთადერთი დღის წესრიგი აქვს საქართველოს დაუქვემდებარონ სხვების პოლიტიკურ გავლენას. საქართველო იმსახურებს და აუცილებლად მიიღებს უკეთეს, ვიდრე ნაცმოძრაობის წარსული და მისი ამჟამინდელი პატრონის ბრიუსელის თავდასხმებია. პირველი ნიშანი სახეზეა. სომხეთის საკვანძო როლზე ურსულას ცნობილი სადღეგრძელოს შემდეგ მისივე ჯიბის ტელევიზია TVP-მ კოჭი ახლა საქართველოს გაუგორა.
At the center of this shift sits Georgia. ამ გეოპოლიტიკური ძვრების ეპიცენტრში საქართველოა, სწორედ ის არის შუა დერეფნის ხერხემალი და ჩინეთთან ევროპის დამაკავშირებელი ხიდი. საქართველოს უკვე აქვს პორტები, გზები და პოლიტიკური წონა, რომ აქედან სარგებელი მიიღოს. და აბა ურსულამ სომხეთიო ის აკავშირებს ევროპას, კავკასიასა და შუა აზიასთან. სომხეთი ტრანსკასპიური დერეფნის საკვანძო პუნქტია და ჩვენ მას რუსულ დეზინფორმაციასთან ომშიც დავეხმარებით. ამ აბსურდზე ზრდილობიანი წაყრუებით ფაშინიანი მძიმე დღეში აღმოჩნდა. რუსეთმა სომხურ ექსპორტს ემბარგო დაადო და გაზმომარაგებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. კარზე მომდგარი არჩევნების წინ კი ეს ფაშინიანისთვის SNG-ს ბორტიდან გადავარდნას ნიშნავს. ნაცკლასტერი კი დემოკრატიის ფირფიტას უკრავს. ოღონდაც მის დაკრულზე ცეკვა აღარავის უნდა. დღეს დემოკრატიის და დასავლური კავშირების ცენტრი საქართველოს ნაცვლად არის სომხეთი, რომელმაც ნამდვილად მოახერხა და გავიდა რუსული გავლენის ორბიტიდან. ძალიან რთულ მდგომარეობაში არის, ვინაიდან ძირითადი საარსებო წყარო, რომელიც მიბმული იყო ტრადიციულ რუსეთის ბაზართან, დღეს მოწყვეტილია იმ საშუალებას, რასაც ქვია ვაჭრობა და გატანა რუსეთში. არც ერთი განცხადება არ გვსმენია ურსულა ფონ დერ ლაიენისგან, რომ თუნდაც ევროკავშირი დაეხმარებოდა სავაჭრო თვალსაზრისით. ბრიუსელიდან წამოსულ ამ ახალ ნიავს თბილისში ამერიკის დელეგაციის ვიზიტი დაემთხვა. თეთრი სახლის ადმინისტრაცია, პირადად ტრამპი განიხილავენ სამხრეთ კავკასიას, საქართველოს როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვან საკვანძო ნაწილს. ამიტომ არის ის, რომ არავის არ დაავიწყდეს რა ხდება ოფიციალურ ვაშინგტონსა და თბილისს შორის რამდენიმე მოლაპარაკებების რაუნდი, ჩამოსვლები, აქედან ვიზიტები. დღეს ხედავთ, რომ ეს მიდგომები არის შესული. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ დღეს ახალი ადმინისტრაცია იწყებს საუბარს ურთიერთობების გადახედვაზე, მათ შორის რუსეთთან. კიდევ ერთხელ, ეროვნული ინტერესები არის გამსაზღვრელი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და ამას მოუწოდებთ სწორედ ჩვენ ყველას, მთელ საზოგადოებას, რომ პრაგმატულად შეეხედათ მოვლენებისთვის და დღევანდელი პროცესები აჩვენებს იმას, რომ პრაგმატულ მიდგომას ზოგადად ალტერნატივა არ არის. ისე ჩანს, რომ პოლიტიკურ დაფაზე ახლა საქართველოს სulis დროა და შიგნით თუ გარეთ ყველა მიცის, რომ ის ქვეყანაზე ფიქრით გაკეთდება. და ვინც არ უნდა ეცადოს უსამართლო გარიგებას, რამდენი ბლაჟევიჩიც არ უნდა აგზავნოს, რამდენი პოლიტიკური გვამიც არ უნდა ათრევინოს ნაცკლასტერს ქუჩა-ქუჩა, არაფერი გამოუვა. იმიტომ რომ საქართველოს ეროვნული მთავრობა ჰყავს და ეს არაერთ გზის დამტკიცდა.